ერთადერთი მას გავიხსენებ, ჩემო პაატარო ფალავნობა ჩაატარა 10 ცხონებულმა ლევან თედიაშვილმა ერთ-ერთმა უსაყვარლესმა ადამიანმა გაანათლოს იმ ქვეყანაში და პირველ ადგილზე იყო ნივა, მეორე ადგილზე იყო ვირი და მესამე ადგილზე იყო ცხენი. ნივაში როგორ მახსოვს, გადაიხადეს $2700 ნივაში, ცხენში $3000 და ვირში 300 ლარი. და მეორე ადგილზეო, რათა თამაშებო, ლევანას რო უთხრეს ლევანის და რავი, კახელების პრესტიჟი უნდა ავწიო. ადრეობრივ ცხენის ძალებით მოდიოდა მანქანებიო და ეხლა ვირის ძალებით იქნება. სხვათა შორის ვირი არ შემხვდა კიდე კაი თორე არ მეტყოდნენ რა კახელის სახარის ვირი წამოიყანე. ნივა შემხვდა მას. მას ერთი კითხვა არის მნიშვნელოვანი. დედალი იყო თუ მამალი ის? აი ერთი საგარეშოელი საგანუყიდიათ და ის კაცი ისდა იქ წინა რიგში რომ ვინც მოიგებს ვირს როგორ წაიყვანენო გაიგო და იქ ისდა ბოლომდე და ამ დროს